საღამომშვიდობისა თქვენ უყურებთ მოამბეს 20 საათზე დღის მთავარ თემებს ჩემს კოლეგებთან ერთად მე თამთა სანიკიძე გაგაცნობთ. ცნობილი ხდება რამდენიმე დეტალი იმ მასალებიდან, რის საფუძველზეც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2008 წლის ომის გამოძიებას თხოვენ. პროკურორი ფატუ ბენსუდა ორ მიმართულებაზე აკეთებს აქცენტს, რომლის მიხედვით შესაძლოა ქართული მხარის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. ეს არის ეთნიკური ქართველების მასობრივი დევნის გეგმა და ქართულ და რუს მშვიდობის მყოფელებზე თავდასხმები. პროკურორის ვარაუდით საომარი მოქმედებების დროს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის გარდა დანაშაული ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმაც ჩაიდინეს. სპეციალურ მიმართვაში ბენსუდა იძულებით გადაადგილებულთა ქონების განადგურებასა და მოროდიორობის შემთხვევებზეც საუბრობს. სანამ ჰააგის სასამართლოდან გამოძიებასთან დაკავშირებით პასუხს მიიღებს, მანამდე ფატუ ბენსუდა ორ დღეში თბილისში პირადად აპირებს ვიზიტს. ძიების დაწყების შემთხვევაში ოფიციალური თბილისი ჰააგისთვის ყველა საჭირო მასალის მისაწოდებლად მზად არის, თუმცა სკეპტიკურად არის განწყობილი ოპოზიცია, რომელიც რუსეთისგან მოსავალ ბარიერებზე მიუთითებს. გიორგი ფუტკარაძე მუშაობდა დღეს თემაზე. გიორგი, უფრო კონკრეტულად რა სამართალდარღვევებზე საუბრობს საკუთარ მიმართვაში ფატუ ბენსუდა და ასევე ვის პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს აი ამ მიმართვის შემდეგ? თამთა, ყველაზე საინტერესო საკითხია ვისი პასუხისმგებლობა დადგება, ვინაიდან 160 გვერდიან დოკუმენტს თან ახლავს კონფიდენციალური დანართი, სადაც არის კონკრეტული პირების თუ ჯგუფების სახელები ჩამოწერილი და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებები. რა როლი ჰქონდათ აგვისტოს ომის დროს, თუმცა ეს დანართი კონფიდენციალურია და არ მჟღავნდება, რაც შეეხება უშუალოდ ბენსუდას განცხადებას, ის ამბობს, რომ ყველა ის პირი, ვინც ამ სიაშია მითითებული, აუცილებლად იქნება დაკითხული სასამართლოს მიერ და შესაბამისად გაიცემა დაპატიმრების ორდერით საჭიროების შემთხვევაში. თუმცა ვინ არიან ეს პირები, ეს კითხვა ჯერჯერობით ამბის კონფიდენციალობიდან გამომდინარე პასუხგაუცემელი რჩება. რაც შეეხება უშუალოდ საქმის მოცულობას, საინტერესოა, რომ ეს გულისხმობს 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე საქმის გამოძიებას, ასევე 160 გვერდს და ქართული მხარე აცხადებს, რომ გამოძიებული უნდა იქნას არა მხოლოდ ეთნიკური წმენდის ფაქტები, არამედ ქართველ სამხედროების წამებებიც. 160 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც აგვისტოს ომის დროს ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებებს ასახავს, უკვე ჰააგის სასამართლოშია. პროკურორი ფატუ ბენსუდა სამი მოსამართლისგან შემდგარი პალატის გადაწყვეტილებას ელის დაიწყოს გამოძიება, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს 7 წლის წინ დასმულ მთავარ კითხვას, ვინ რა ტიპის დანაშაული ჩაიდინა აგვისტოს 5 დღიან ომში და მას შემდეგ. ფაქტები, რომელზეც ბენსუდა გამოძიებას ითხოვს, ეთნიკური ქართველების მკვლელობებს, დევნასა და ქონების განადგურებას ეხება ოსური მხარის მიერ რუსეთის სავარაუდო მონაწილეობით. საქმეში ასევე საუბარია ქართველ სამშვიდობოებზე მიზანმიმართულ თავდასხმებზე სამხრეთ ოსური ძალების მიერ და რუს სამშვიდობოებზე ქართული ძალების მიერ. არსებული ინფორმაციის საფუძველზე პროკურორის ოფისი მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ და სხვა სამართალდარღვევებს, როგორიცაა მოროდიორობა და მოსახლეობის ქონების მასიურად განადგურება, ფართომასშტაბიანი ხასიათი ჰქონდა და წარმოადგენდა სამხრეთ ოსეთიდან ეთნიკური ქართველების განდევნის გეგმის ნაწილს. გამოძიების დაწყებაზე ნებართვის მიღების შემთხვევაში პროკურორი რუსული ძალების როლსაც შეისწავლის. ბენსუდა ამბობს, რომ ხელმისაწვდომი ინფორმაცია იმაზე მიუთითებს, რომ სამხრეთოსური ძალები მარტო ვერ შეძლებდნენ ეთნიკური ქართველების განდევნის კამპანიის განხორციელებას. ასევე ვიმუშავებთ იმაზე, რომ ყველა ის ეთნიკურად ქართველი ადამიანი იქნებოდა ეს სამოქალაქო პირი თუ ჩვენი სამხედრო, რომლებიც იქნენ ნაწამები, ამაზეც ჩატარდეს გამოძიება. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ქართულ ინტერესს ამ საქმეში და ძალიან კარგია, რომ რომელიმე ერთი ან ორი მიმართულება კი არ გადაეცა გამოძიებისთვის, არამედ მთლიანად აგვისტოს ომის სიტუაცია. თუმცა გარდა მოქალაქეების დევნისა და მკვლელობისა, პროკურორის მისიაა შეისწავლოს ქართული მხარის ბრალდებები ორი მშვიდობის მყოფელის მკვლელობაზე 2008 წლის 7 აგვისტოს სოფელ ავნევში და ასევე რუსული მხარის ბრალდებები, რომლის მიხედვითაც 8 აგვისტოს შუაღამის შემდეგ ქართველები თავს დაესხნენ ცხინვალში მდებარე სამშვიდობო ძალების შტაბს და 10 რუსი სამშვიდობო მოკლეს. იყო ეთნიკური წმენდა, როგორც ყოფილ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ისე კოდორის ხეობაში. და ამას ცხადია საერთაშორისო სასამართლო დაადგენს. საინტერესო ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ვერ გაბედეს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში შეეტანათ სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ და ეს სარჩელი შეიტანეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ხელისუფლებამ ვერ გააკეთა და საინტერესოა რატომ, როგორც ჩანს, სააკაშვილს თვითონ ქურდს
თუ დირექტორის ცხადია, მათ მიეწოდებათ ყველა ის მონაცემი, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, რომ ობიექტურად გამოიტანონ დასკვნა. გამოძიების ხელისშემშლელ ფაქტორებზე ამახვილებენ ყურადღებას პოლიტიკოსები. მისცემს თუ არა საშუალებას რუსეთი პროკურორს შევიდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მიიღოს უტყუარი მტკიცებულებები. მით უმეტეს, რომ საქართველოში მიმდინარე გამოძიება აგვისტოს ომზე სწორედ ამ მიზეზით შეჩერდა, კერძოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უსაფრთხოების ნორმების არარსებობის გამო. ფაქტი სახეზეა ქართველების ეთნიკური წმენდა განხორციელდა ცხინვალის რეგიონში, თუმცა ეჭვმეპარება იმაში, რომ რუსეთის ფედერაცია ხელს შეუწყობს და დაეხმარება გამოძიებას, მაგრამ ეს პროცესი უნდა წარიმართოს და ბუნებრივია ჩვენ ინტერესით უნდა დავაკვირდეთ. ამას ჭირდება საქართველოს მთავრობის სერიოზული ძალისხმევა. რამდენად გააკეთებს საქართველოს არაკომპეტენტური და უნიათო მთავრობა ამას, ეს მეორე საკითხია და აქ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. ეს უნდა კატეგორიულად გავმიჯნოთ პოლიტიკური თემისაგან, რაზედაც გამათი გვაქვს ხშირ შემთხვევაში თუ რატომ მივედით ომამდე, შეფასებული იქნება ვითარება, რომელიც შეიქმნა 2008 წელს და არავისად აქვს თვითმიზანი, რომ რომელიმე ხელისუფლებას ამ პოლიტიკურ გუნდს გამოუტანოს ვერდიქტი. სასამართლო განიხილავს გამოძიების შედეგებს. ბენსუდას მოთხოვნას საქმის გამოძიების დაწყებაზე წინ უძღოდა 7 წლიანი მოკვლევა, რომელიც აფასებდა უნდა დაწყებულიყო თუ არა ამ საქმეზე გამოძიება და იყო თუ არა კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული ჩადენილი აგვისტოს ომის დროს. პროკურორის პასუხი დადებითია. ბენსუდა ახლა მოსამართლეების ნებართვასელის. 7 წლის წინ სარჩელი ჰააგის სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიტანეს. ისინი ამბობდნენ, რომ ვერც მაშინ და ვერც ახლა ვერ მოხერხდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა და დამატებითი მასალების მოპოვება, რაც შეეხება რუსეთის მიერ წარმოდგენილ ფაქტს, რომელიც ეხება ეგრეთ წოდებულ სამშვიდობოებზე თავდასხმას. ქართველი ექსპერტები ამბობენ, რომ ეს იყო შეუძლებელი, ვინაიდან იმ პერიოდისთვის რუსი სამხედროები მოქმედებდა როგორც კონფლიქტში ჩართული მხარე და არა როგორც ნეიტრალური დამკვირვებლები. ყველა ეს ინფორმაცია, რაც ჩვენ გადაცემული გვაქვს სასამართლოსთვის, მოიცავს სწორედ ამ ქართველების ეთნიკური წმენდის მაგალითებს. მაგალითად, როგორ განადგურდა იქ მშვიდობიანი მოსახლეობის სოფლები, არა მხოლოდ ერთი ორი სახლი, თქო თლიანი სოფლები როგორ განადგურდა და როგორ რამდენი ადამიანი დაიღუპა იქ. ისინი იყვნენ ჩვეულებრივი კონფლიქტის მხარე და არა სამშვიდობო ძალები. მით უმეტეს, რომ მათი ბაზიდან ხდებოდა ძალის გამოყენება ქართული შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. ანუ ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ შეიარაღებულ დაპირისპირებაში. აქედან გამომდინარე, მე მაქვს იმედი, რომ ამ საკითხს დათელი მოეფინება, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი არგუმენტი არსებობს, საკმაოდ ბევრი სამხილი არსებობს იმისა, რომ დადგინდეს, რომ რუსი შეიარაღებული ძალები მართლაც მონაწილეობდნენ, რუსი სამშვიდობოები მაშინდელი მართლაც მონაწილეობდნენ როგორც მხარე ამ კონფლიქტის დაპირისპირების დროს. პროკურორი ბენსუდა საქართველოში უკვე ხვალსაღამოს ჩამოვა, ზეგის შეხვედრებს გამართავს, თუმცა მთავარი დილემა, რაც მას წინელის, არის ის, რომ დაადგინოს კავშირი სამხედროების მიღებულ გადაწყვეტილებებსა და პოლიტიკოსებს შორის. მადლობთ გიორგი ფუტკარაძე.